მე ახლა ვიმყოფები მსოფლიოს ახალი საოცრებებიდან ერთ-ერთ საოცრებაზე, პეტრას მიმდებარე ტერიტორიაზე და დღევანდელ ვიდეოში ვიმოგზაურებთ ულამაზეს იორდანიაში. ალბათ ყველას გვინახავს პლანეტა მარსზე გადაღებული ფილმები, სადაც გრანიტის კლდეებში ულამაზესი წითელი ქვიშის უდაბნოები იშლება. ასევე ინდიანა ჯონსის თავგადასავალი და მსგავსი ისტორიები ბედუინებზე. ეს ყველაფერი სწორედ იორდანიაშია გადაღებული, რომელიც ძალიან ბევრი მოგზაურისთვის მის ფავორიტ სამოგზაურო ქვეყანად ითვლება და ასე აღმოჩნდა ჩემთვისაც. იორდანიაში მოგზაურობა დიდი ხნით ადრე მქონდა დაგეგმილი, თან საკმაოდ იაფად. აქ ჩასვლა შესაძლებელია როგორც თბილისიდან პირდაპირ ფრენით, ასევე კვიპროსის ქალაქ პაფოსიდან ან აბუდაბიდან. მოხდა ისე, რომ გამგზავრებამდე რამდენიმე თვით ადრე მის მეზობელ ისრაელსა და პალესტინას შორის დაიწყო ომი. ამან მასიურად შეაჩერა ტურიზმი ქვეყანაში და ჩემი გამგზავრებაც ერთგვარი რისკის ქვეშ დააყენა. თუმცა იორდანია მშვიდობის მომხრე ქვეყანაა, ასევე მათ არ აქვთ არც ნავთობი, არც წყალი და მისთვის ტურიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამგზავრებულიყავი და ჩემი დაუვიწყარი თავგადასავალიც აქ დაიწყო. დაი ჩამოვედი იორდანიაში, ჩემს ერთ-ერთ საოცნებელ ქვეყანაში. პირველ დედაქალაქის დათვალიერებით დავიწყე. იორდანიაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა გვჭირდება, რომელიც აეროპორტში გაიცემა და $60 ღირს. თუმცა თითქმის ყველა ქვეყნის მოგზაური შესვლისთვის აკეთებს ეგრეთ წოდებულ Jordan Pass, რომელიც ვიზასაც შეიცავს და ასევე იორდანიის ცნობილ ორმოც ღირსშესანიშნაობაზე შეგიძლიათ ამ ფასით შესვლა. ამისათვის სავალდებულოა, რომ მინიმუმ 3 ღამე გაათენოთ იორდანიაში. მისი ღირებულება $100-ია და შეგიძლიათ როგორც წინასწარ გააკეთოთ ონლაინ, ასევე ადგილზე აიღოთ. მე წინასწარ მქონდა აღებული და ძალიან მარტივად და სწრაფად შემიშვეს. აეროპორტის გარეთ ჯიხურში შევიძინე ავტობუსის ბილეთი და გავემგზავრე ქალაქისკენ. ჩასვლისთანავე იგრძნობა, რომ ქვეყანას უჭირს ეკონომიურად, თუმცა ადგილობრივები უზომოდ თბილები და მეგობრულები არიან. ქუჩებში სრული ქაოსია. ავტობუსის გაჩერებებით თითქმის არ აქვთ და ვარაუდით მიყვები ტრანსპორტს. მოკლედ ამ ჩემ ავტობუსმა გადაუხვია სხვა მხარეს, არ მაწყობდა უკვე შორდებოდა იმ სასტუმროს, სადაც დაჯავშნილი მაქვს და გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი და ჩემით მეპოვა გზა. ძალიან მოუწესრიგებელი არის იმ კუთხით, რომ გაჩერებები ფაქტიურად ვერ იგებს სად არის გაჩერება. ავტობუსებს ნომრები არ აწერია, რანაირად მოძრაობს ეს ხალხი. რაღაცნაირი სხვა განსხვავებული სისტემა არის ამ ქალაქში. მაგრამ არა უშავს, გვაქვს Google Map-ი, რუკა და ამ რუკით შევეცდები, რომ გავიკვლიო ახლა გზა. ახლა ფაქტიურად ქალაქის ცენტრში ვართ. ნახე, რამდენი თხები არიან ეგ. 2 თხაჭი დაობს კიდეც ერთმანეთში. ეს ზემოთ დასახლება არის აქ. აი ესეთი მიმდებარე ტერიტორია არის გარშემო. იგივე პროფილაქტიკები არის სამანქანო. ეს იქ. ამაში ცხოვრობს იორდანიის მოსახლეობის უმეტესობა და ეს 4 მილიონზე მეტ შეადგენს. აქ ცხოვრობენ არაბები და პალესტინელები, რომლებიც ისრაელიდან ისრაელ-არაბეთის ომის შემდგომ გადმოსახლდნენ. მე პირადად მოგზაურობის დროს ძალიან მიყვარს არატურისტული ქუჩებით კონკრეტულ დანიშნულების ადგილზე მისვლა. აი ხა მაგალითად შემოვედი აი ამ ქუჩაზე, სადაც ადგილობრივებს ერთგვარი ბაზრობა აქვს გამართული, რას აღარ ნაყავ გამოტანილს, ანუ ხილბოსნეული ტანსაცმელი ნაგავი, მანქანები,
ბავშვები, კატები, ყველაფერი ერთმანეთში არის, არეული სრული ქაოსი არის და რაღაცა ის დადებითი მუხტი არის. აი ხა მაგალითად აქ შეხედე ჩემს უკან ხილ ბოსნეული არის და იმის უკან არის ტანსაცმელი, ესე დაყრილი მთაზგორა. ჰალო. ძალიან საყვარლები არიან, მეგობრულები არიან. რაღაც გიღიმიან, უხარიათ რომ ხედავენ სტუმარს. ენა არ იციან, მაგრამ რაღაც გამოხატავენ დადებით დამოკიდებულებას. სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ცენტრში ავიღე, რომელიც საკმაოდ კარგ ფასად დაუჯავშნე ბუკინგზე. უნდა ითქვას, რომ ისრაელის ომის შემდეგ აქ ფასები საკმაოდ დაკლებულია. იმ საღამოსვე გადავწყვიტე წავსულიყავი ამანის მთავარ ღირსშესანიშნაობაზე, ამანის ციტადელზე. აქ შესასვლელად უკვე გამოვიყენე ჯორდან ფასს. ციტადელი ამანის მაღლა გორაკზეა განთავსებული და ქალაქის საუკეთესო ხედებით სწორედ აქედან ჩანს. ქალაქი ამანი 4 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით და რაც ყველაზე მთავარი დამახასიათებელი არის ამ ქალაქისთვის, ანუ ამანის მუნიციპალიტეტს აქვს ესეთი დებულება, რომ ქალაქში არ შეიძლება 4 სართულზე მეტი შენობის აშენება. შესაბამისად, ეხლა რასაც ვხედავთ, ეს ყველა შენობა არის 4 სართულიანი. კირქვით არის გალესილი, ასე ვთქვათ, და სწორედ ამან მისცა ამ ქალაქს ესეთი იერსახე, რომელიც ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეხლა უკვე იკეტება სამწუხაროდ, მაგრამ შევეცდები, რომ მზის ჩასვლა მაინც გადავიღოთ აი ნაწილში. ის უძველესია და მისი ისტორია შუა ბრინჯაოს ხანიდან იწყება. აქ იგრძნობა მრავალი იმპერიის გავლენა. ყველაზე ცნობილი შენობა კი არის ჰერკულესის სასახლის ნარჩენი, რომელიც რომაულ პერიოდს უკავშირდება. ახლა როგორც გვესმის, მოკლედ საღამოს ლოცვა სრულდება მთავარ მეჩეთში და მთელ ქალაქში ისმის ეს ხმები. მალევე დაღამდა და საღამოს ამანის ქუჩებში გავისერნე. საკმაოდ ცოცხალი ქალაქია, რომელსაც გვიანობამდე არ სძინავს. აი, ძალიან აქტიური ღამის ცხოვრება არის, ეხლა რასაც ხედავთ გარშემო, ყველა გარეთ არის გამოსული ბაზრობები, ვაჭრობა, გადახურდავება, ბახშამი, რა ვიცი, სხვადასხვა სახის გასართობა და აქტივობებს ხედავთ ეხლა აქ გარშემო და რა ვიცი, ძალიან საქმიანი აქტიური ხალხი არის, ყველა თავის საქმეში არის ენერგიულად ჩართული, აი ისეთი მოძრაობა და ისეთი აქტიურობა არის ეხლა გარშემო, რომ აი რა ვიცი, ვერ წარმოვიდგენ, რომ რაღაცა საღამოა და ესენი ახლა მალე დაიშყრებიან ასევე ზოგადად არაბულ ქვეყნებში უყვართ გვიან საღამოს გამოსვლა გარეთ და ესე აქტიურად ყოფნა და მუშაობა. აი ეს კაცი. მეორე დღეს კი გადავწყვიტე შევსულიყავი ასევე ცნობილ რომაულ თეატრზე, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა შუაგულ არაბულ დედაქალაქში. მისი ისტორია მეორე საუკუნიდან იწყება და უკავშირდება რომაული იმპერიის გავლენას, რომელიც თვით იორდანიამდე ვრცელდებოდა. ეს თეატრი შედგება 6000 ადგილისგან და დღემდე იმართება სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიებები თუ ცერემონიები. ის სპეციალურად ისეა აგებული, რომ მზემ არ შეაწუხოს მაყურებელი. ეხლა შემოვედით რომაულ თეატრში შიგნით, აქ შემოსვლა არის ფასიანი, მაგრამ ჯორდან ფასი რო ვაჩვენე, აქ დაცვამ მითხრა, რომ კითხა ესე სადაური ხარო, მე ვთხარი ქართველი ვარ თქო და
არ არის პრობლემა, შენთვის უფასო არის, ესე შემომიშვეს შიგნით. ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი არის გარშემო. ეხლა ეს სადაც ვდგავარ, ეს არის მთავარი სცენა, საიდანაც იმართებოდა აქ ადრე სხვადასხვა კონცერტები და წარმოდგენები. დანარჩენი ეს სივრცე საკმაოდ დიდი არის, ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი არის. ამოვედი რომაული თეატრის სულ ზედა ნაწილში და აქედან ქვემოთ ასეთი ხედი გადაიშალა. ლამაზი და შთამბეჭდავი მთლიანად ეს თეატრიც ჩანს და უკან ეს ძველი ქალაქიც. იმ საღამოსვე უკვე გავემგზავრე იორდანიის სამხრეთით ქალაქ ვადი მუსაში, სადაც მდებარეობს ცნობილი პეტრა.